შემდეგ არის კვიზი, შემდეგ არის უკვე დაწერილი კოდი, სადაც უნდა შეხვიდეთ და გაარჩიოთ ეს კოდი. ან დაუკვირდეთ თუ რა არის დაწერილი, როგორ არის დაწერილი და ასე შემდეგ. აი აქ არის მთელი კოდი. და რაც აკეთებს ახლა ეს, როდესაც runs დავაწვევით, აქ გამოდის უბრალოდ ghost-ი random პოზიციაზე. ახლა როგორ აკეთებს ამას, ჩვენ ghost-ის დახატვა წინა სავარჯიშოებში გავლილი გვაქვს და აი აქ არის ზუსტად ghost-ის დახატვის ფუნქცია შექმნილი. და შემდეგ უბრალოდ start ფუნქციაში set timer-ით draw ფუნქციას იძახებს ყოველ 50 მილიწამში. მოდი ახლა ეს სავარჯიშო დეტალურად ავხსნათ მაინც. ესე იგი მწვანე ასოებით რაც არის დაწერილი, ეს არის კომენტარი და უბრალოდ აღწერილი არის კომენტარის ქვევით რა კოდი წერია. აღწერილი არის ეს კომენტარში. start ფუნქცია არის გამშვები ფუნქცია, ანუ საიდანაც უნდა დაიწყოს კოდმა მუშაობა. set timer-ი არის ბრძანება, რომ გამოიძახოს draw ფუნქცია ყოველ 50 მილიწამში. თუ აქ რიცხვს შევცვლით, მაგ შემთხვევაში იმდენ მილიწამში, ან 500 თუ დავწერთ, ყოველ 500 მილიწამში გამოიძახებს draw ფუნქციას. ანუ ყოველ 9 წამში, ხო? ახლა draw ფუნქცია რას აკეთებს? თვითონ draw ფუნქცია იძახებს draw ghost ფუნქციას და draw ghost ფუნქცია ქვევით არის შექმნილი. პარამეტრები აქვს უბრალოდ მითითებული. randomizer next int 0-დან კეთვისამდე, randomizer next int 0-დან კეთვისამდე და randomizer next color-ი. ესე იგი, ეს არის პოზიცია, ეს random პოზიცია არის. თუ რა პოზიციაზე დაიხატოს ghost-ი და ეს არის უბრალოდ random ფერი. ახლა გადავიდეთ draw ghost-ში და draw ghost-ი აი აქ არის ეს ფუნქცია შექმნილი და როგორც ხედავთ პარამეტრები არის cx-ი, cy-ი და color-ი მითითებული, ხო? დავაკენსელეთ, სწორედ გაჭედა. ესე იგი x პოზიცია, სადაც აქ random-ს უთითებს randomizer-ით 0-დან კეთვისამდე, ანუ ამ გვერდიდან აქამდე x პოზიცია და randomizer next int 0-დან კეთვისამდე, ანუ ზედა გვერდიდან ქვედა გვერდამდე random x და y პოზიციას იღებს და აი იმ პოზიციაზე იხატება random ფერის ghost-ი. ახლა თვითონ ghost-ი როგორ იხატება? აქ გვაქვს draw ghost-ი შექმნილი ფუნქცია პარამეტრებით როგორც გითხარით და პირველი გვაქვს draw circle ფუნქცია გამოძახებული. და draw circle ფუნქციაში გვაქვს პარამეტრები მითითებული head radius-ი, color-ი, cx და cy. ახლა head radius-ი უკვე ფიქსირებული რადიუსი არის, ანუ თავის რადიუსი ფიქსირებული არის. აქ გვაქვს შექმნილი head radius-ი, ანუ ფიქსირებული ცვლადი გვაქვს აქ ჩაწერილი პარამეტრად, ხოლო color-ი და cx და cy არის პარამეტრები აი აქ, რომელიც გადადის შემდეგ draw ghost-ში და აი აქ ეთითება SN-ი. ახლა draw circle რას აკეთებს? draw circle არის ფუნქცია, რომელიც ხატავს ერთ წრეს. აი აქ რადიუსის მქონეს, color-ის, x-ის და y-ის პოზიციაზე. შემდეგ გადმოვედით ისე draw rect-ი. draw rect-ი არის ფუნქცია, აი აქ თავისი პარამეტრებით, სიგრძე, სიგანე, ფერი და x და y კოორდინატები, ხო? და აქ სიგრძე სიგანეს უთითებ body width და body height-ი, რომელიც გლობალურ ცვლადებში უკვე ფიქსირებული გვაქვს, აქ body width და body height-ი. და შემდეგ ფერი არის პარამეტრი color, იმიტომ რომ რა ფერის იქნება თავი ის ფერი უნდა იყოს ტანის და შემდეგ cx minus body width გაყოფილი 2-ზე და cy. ახლა რას ნიშნავს cx minus body width გაყოფილი 2-ზე? თუ body width არ გამოვაკლოთ 2-ზე და არ გამოვაკლოთ cx, მაგ შემთხვევაში აი ასეთი დაიხატება, ნახეთ? აი ასეთი. ანუ ეს მართკუთხედი რომ დაიხატება, ამ მართკუთხედის სიგრძის ნახევრით უნდა მოვწიოთ მარცხნივ, თუმცა ასეთი საინტერესო რაღაც ფიგურა გამოდის, ხო? Ctrl Z-ით ამ დავალებას ახლა
კიდევ უფრო სიღრმისეულად თითოეული თვალი როგორ იხატება, თითოეული ფეხი როგორ იხატება, არ ჩავუყრმავდები, იმიტომ რომ წინა სავარჯიშოებში გავლილი გვაქვს ერთი გოსტის დახატვა და ამიტომ ვინც იმ სავარჯიშოებს მოყვებით, იმათთვის უკვე ზედმეტი იქნება კიდევ თავიდან ახსნა. თუ გაინტერესებთ როგორ იხატება ზოგადად გოსტი, აქ შემთხვევაში წინა სავარჯიშოები, მესამე იუნიტი, მეოთხე იუნიტი, მეორე, პირველი იუნიტები უნდა გაიაროთ. შემდეგ რა გვაქვს აქ? აქ ფეხებს ვქნით, ანუ დრაუ გოსტი ფაქტიურად ახრა, რასაც ხსნის, წინა სავარჯიშოებში მაქვს ახსნილი. აქ ფეხები იქმნება, სამი ფეხი იქმნება, შემდეგ აქ ისევ წრე იქმნება. ასე შემდეგ. აქ ახალი ამ დავალებაში არის set timer-ით ვიძახებ დრაუს ყოველ 500 მილიწამში და ზოგადად თავიდან 50 მილიწამში იყო გამოძახებული. ანუ თუ გვინდა რომ რაღაც ყოველ რამდენიმე ხანში მოხდეს, მაშინ წერთ set timers და რაც გვინდა რომ მოხდეს, იმ მოქმედებებს წერთ ფუნქციაში. ამ შემთხვევაში draw-ში გვიწერია ჩვენ ghost-ის შექმნა. ყოველ 50 მილიწამში იქმნება ghost-ი random პოზიციაზე და random pair-ის. ამ სავარჯიშოში რამე ეგეთი განსაკუთრებული რთული არაფერი არ არის თუ წინა სავარჯიშოები გაქვთ გავლილი. კარგი, გადავიდეთ ახლა შემდეგ სავარჯიშოზე.